ვაგრძელებთ ანგარიშის ჩაბარებას მოსახლეობისთვის. დღეს განმართლება კულტურა ახალგაზრდობის მიმართულებით ვისაუბრეთ გაკეთებულ საქმეებზე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება, როგორც ყველა ცხადია. დღეს საზოგადოებას წარუდგინეთ თუ რა პროექტების გაკეთება შევძელით ბოლო წლების განმავლობაში, რა პროგრამები არის წარმოდგენილი კულტურის სფეროს მხარდასაჭერად, სპორტის განვითარებისთვის და მხარდასაჭერად და ცხადია ამ მხარდაჭერამ თავისი შედეგი გამოიღო, ყავს წარმატებული სპორტსმენები, ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ძალიან დიდი თანხები იხარჯება ამ ყველაფერში და ცხადია ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც უნდა გაგრძელდეს. მუზეუმის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკების განახლება, მოწესრიგება, ახალი მედიათეკების მშენებლობა, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, ეს არის ის მიმართულებები, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მესამე ქართული მხარე მოთხოვნილია სხვადასხვა კანონების გაწევაც, რა პასუხი გაქვთ ახლა ბრიუსელის? ხო, არაფერი ჩვეულებრივად შანტაჟი გრძელდება, ახალი აქ არაფერი არ არის. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი ცუდი და რატო წარმოადგენს პრობლემას. ან რაში ეწინააღმდეგება დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიული პროცესებს რაში უშლის ხელს, დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი არგუმენტი. ასევე საუბარი იყო კანონთან, რომელიც მნიშვნელოვანია ოჯახური სიწმინდისთვის. აქაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის, პირდაპირ ამბობს, ქალი ქალია, კაცი კაცია. ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებებს საქართველოში, ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, მათი სარწმუნოებისა, მათი სექსუალური დამოკიდებულებისა და ასე შემდეგ. ყველას იცავს კანონი და ეს არის ერთობ მნიშვნელოვანი. თუ კი რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, ხო, ჩვენ მზად ვართ აღნიშნულ დისკუსიაში მოვისმინოთ ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, თუნდაც მაშინაც კი, როდესაც ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს, საუბრობდით, რომ წარმოგვიდგინეთ არგუმენტები, რატომ არის ცუდი აღნიშნული კანონმდებლობა და რატომ წარმოადგენს პრობლემას ევროკავშირში, მაშინ როდესაც იქაც ასეთ კანონმდებლობას იღებენ და დაწყებულია საუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით. ამერიკაში უკვე წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და ასე შემდეგ. თუმცა მაშინ მივიღეთ ერთადერთი პასუხი, ეს იყო იმიტომ. სხვა არანაირი პასუხი არ მიგვიღია და არანაირი არგუმენტი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, რა ვიცი, რა გითხრათ. მუშაობაშიც ერთმანეთს ყველას გიპასუხებთ. აცადეთ ერთმანეთს, ხო შეიძლება. თქვენ ძალიან ისე აღნიშნეთ კომპენსურად მაშინ და ეს ხო ძალიან დიდი მიღწევა. ახლა როდესაც ადამიანის უფლებების დაცვას გთხოვთ ევროკავშირი, რამდენიმე კანონის გაუქმებას, ან თქვენ მზად ხართ, რომ 2-3 კანონს გადააყოლოთ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაცია, რომ დაგვიკონკრეტოთ თუ შეიძლება, რომ მაყურებელმა წარდგინოს. ხო, მოდი თანმიმდევრულები ვიყოთ, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის თემას, თქვენ გახსოვთ, რომ სრულიად ყველანაირი არგუმენტების გარეშე ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ, როდესაც პირველი, ვინც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, არა უბრალოდ ისე სიტყვებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით და გაკეთებული საქმეებით. მაშინ პოლიტიკურად მოტივირებული იყო აღნიშნული მიმართულება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეჩაგრათ ქართველი ხალხი და საქართველო, არ მიცეს ჩვენს ქვეყანას, კი ცოტა მოგვიანებით მოუწიათ, რომ მოეცათ. მაგრამ ამას ახსნა განმარტება არ ქონდა. ერთადერთი ახსნა იყო, რომ აღნიშნული საკითხი გამოიყენეს პოლიტიკურად და მცდელობა ჰქონდათ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და მარტივი მესიჯი ჰქონდათ, რომ აი თქვენ ქართველი ხალხი იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ხალხმა ძალიან კარგად და სწრაფად გაანალიზა ეს ყველაფერი და იგივე ხდება
დღესაც იგივე ხდება ახლაც, როდესაც საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ არის ყველა მიმართულებით განხორციელებული რეფორმებით იმ ქვეყნებზე, ვისთანაც არის საუბარი მოლაპარაკებების გახსნაზე და შენ არ გიხსნიან ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება, აქაც გრძელდება შანტაჟი, გრძელდება მუქარა, რომელიც გააქტიურდა და დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი. პირდაპირ ეს არის უბრალოდ ფარი, რომ ვითომ აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს პრობლემას, როგორ უნდა წარმოადგენდეს გამჭირვალობა პრობლემას, ხო, ყველა ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, რომ დაუსვათ შეკითხვა, რატო არის გამჭირვალობა ცუდი, ხო? წარმოუდგენელი არ არსებობს ბუნებაში, რომ გამჭირვალობა იყოს ცუდი. მაშინ, როდესაც სხვა ბევრ განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივად აღნიშნული კანონმდებლობა ფუნქციონირებს და მუშაობს. არგუმენტი არ არსებობს, მაგრამ თავარი რა არის, იცი რომ ეს კანონები კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, არ მივეცით საშუალება, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი. არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ეს არის ის შედეგი, რაზეც გვებრძვიან და რაზეც აქვთ მცდელობა, რომ როგორმე დღევანდელი ხელისუფლება ჩამოაგდონ, მოიშორონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ აგენტურა, ადამიანები, ვინც ერთი ხელის მოქმედებით ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან ხშირად ვთხოვთ მაგალითად იტალიას, თქვენი ოჯახის წევრებიც, ალბათ ნათესავებიც. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეც არის დამოკიდებული იმაზე, რომ იტალიაში მაგალითად ახლა ჩვენ გვაქვს სულიზო მიმოსვლა. იქ ხალხი მუშაობს, დადის სამკურნალოდ, იღებს განათლებას. ამ ადამიანებს რას ეუბნებით? რის გამო უნდა დაკარგონ ეს სიკეთე? არ უნდა დაკარგონ. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ნახეთ, ჩვენი სწრაფვა, ევროპული ინტეგრაცია, ევროპული მომავალი. ეს ხო არ არის ეს კონკრეტული ბიუროკრატია. ჩვენ რატო გვინდა ევროპა, ხო? სამართლიანობა, ადამიანის უფლებები. დღეს ამ ყველაფრისგან თუნდაც დაცლილია ევროპული ბიუროკრატია. შესაბამისად, ერთი წუთი, ჩვენ ევროპა იმის ხარჯზე კი არ გვინდა, რომ ქვეყნის ინტერესები დაითმოს და განადგურებული იყოს ყველაფერი და ქვეყანა ცეცხლში იყოს გახვეული. ამის ხარჯზე ჩვენ არ გვინდა ევროპული მომავალი და პირდაპირ გამოდიოდნენ და დღესაც ერთი წუთი, დღესაც გრძელდება შანტაჟი, შემოტევები და არსად არ გამქრალა ის საშიშროება, რომ ქვეყნის ჩართვა უნდათ ომში და მეორე ფრონტის გაჩაღება. ნახეთ, დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულებულია რუსეთ-უკრაინის ომი, პირიქით ყველანაირად ხელშეწყობა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს ძალიან დიდი საშიშროება იმისა, რომ ეს ბედურება არ დატრიალდეს ჩვენს ქვეყანაში. სად მიმდინარეობს? საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველზე 20 ივლისთან დაკავშირებით, სანამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება და რა თქვა რეალურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ და იკვეთება თუ არა გიორგი გახარიას პასუხი. ხო, ნუ დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ რაიმე შეფასებების გაკეთება რთულია. შესაბამისად, დაველოდოთ თუ რა კონკრეტიკა იქნება, რა მტკიცებულებები იქნება და ამის შემდეგ უკვე მარტივი იქნება. ნუ მნიშვნელოვანია ცხადია, ნუ სტრასბურგის სასამართლოც ამას მოითხოვს, რომ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა პლატფორმიდან ვიბრძოლებ, როგორც იქნება ამის შესაძლებლობა, როგორ ფიქრობთ, ანუ მის განცხადებას როგორ აღქვთ და რისგან თავის არიდებას ცდილობთ? შეცადობს, რომ ბრიუსელში უფრო ეფექტურია. ხო, ნუ არ ვიცი ახლა ვინ სად არის ეფექტური, რა თქმა უნდა ჩვენ მე ასე წარმოვიდგენია ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ნუ ამ ადამიანების ზოგადად შინაარსი, ხედვა აბსოლუტურად სხვა არის. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები, ემსახურებიან სხვა ქვეყანას, ემსახურებიან სხვა ქვეყნის მთავრობებს და შესაბამისად მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანასთან და ქართულ ხალხს. რა მოლაპარაკებები უნდა მიდიოდეს, რა მოლაპარაკებების მოსალოდნელად. მაგას უახლოეს დღეებში
მომავალ კვირას უკვე გაიგებთ ვინ იქნება კანდიდატი. თქვენ გინდათ რომ ისევ გიხართ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ გეუბნებით. გაიგოთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე. შეიძლება გადაიფიქროთ მე რა გეჭირს რა, ანიქებ გუნდმაღალთან გადავიდეთ ოქახი. ხაზარაძე საუბრობს გითხარით თქვენი გეგმის შესახებ. ძალიან კაფეო იყავით რამდენიმე ხნის წინ, როცა ამბობთ რომ აპირებთ მე რა გეჭირს და ჩვენ სამართლით. ხო, არ ვიცი ხა არსებითი მნიშვნელობა, აი გულწრფელად გეუბნებით, არა აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება, ბევრი ასეთი გაერთიანებები გვინახავს, აგერ ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი 0. იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანები გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, რას წარმოადგენენ, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართულ ხალხთან და ქართული ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს. საბურის მოედანთან მოსდარი შესაძლებლობა როცა გეკითხებით იმის შესახებ, აპირებთ შეიძლება რომ კითხვა დავსვათ მიწა სპეციალური პირობებით 20 წლიანი იჯარით, ეს რას შეუწყობს ხოლმე და რამდენად მნიშვნელოვანი ინიციატივა. კი, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ძალიან მაგარია, მივესალმებით ამას მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუნდაც შენობა ნაგებობა, ძველი სტადიონები, რომელიც არის მიგდებული, რომელიც საჭიროებს განახლებას, მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება და ბიზნეს სექტორის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში ხელშეუწყობს უფრო მეტი სპორტული მოედანი გქონდეს უკვე მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული, საცურაო აუზები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ძალიან მაგარი პროგრამაა. როცა გეკითხებით იმის შესახებ, აპირებთ თუ არა მერად მესამე ვადით კეჭისყრას, მათ შორის ამ მოვლენების გათვალისწინებითაც გეკითხებით, იმიტომ რომ თქვენს მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგალითად, თავარი კითხვა არის ის, რატომ ვერ უზრუნველყავით ის, რომ ქუჩაში გამლოს არ დასცემოდა თავზე ბეტონის ფილა და ამის შედეგად არ მომკვდარიყო. არც ერთი ადამიანი, რომელიც დაიღუპა იმ ადგილზე, ამ კორპუსში არ ცხოვრობდა. გეტყვით. თბილისში სამწუხაროდ გვაქვს 10,000-მდე ავარიული შენობა ნაგებობა, რომელსაც აქვს მინიჭებული სხვადასხვა კატეგორიები. ძალიან ბევრი 99% შემიძლია გითხრათ ამ ავარიულ შენობა ნაგებობებში ცხოვრობს ხალხი. ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, რაც დღეს არსებობს, ეს არის ხალხის გამოყვანა, იმიტომ რომ ვერ ხდება შეთანხმება, ვერ ხდება თანხმობის მიღება. ჩვენ საზოგადოებას წარმოუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ პროგრამების ავარიული აღნიშნული პროგრამით ავარიული სახლების ჩანაცვლება. ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელების პროცესშია, თუმცა ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. თბილისი ზოგადად არის ავარიული ქალაქი, მთელი რაიონები, ავიღოთ დაწმინდა, სოლოლაკი, ჩუღურეთი, ნაძალადევი, წანისი, ეს არის რაიონები, სადაც არის ავარიული სახლები. თქვენ საუბრობდით ასევე შემოღობაზე, როგორ უნდა შემოღობოს საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. წარმოუდგენელია. იმ კატეგორიის ერთი წუთი. დადგა გამაფრთხილებელი ნიშანი. ძვირია თუ რთულია? ეგნაბიჯი რო გადაგვედგა, დარწმუნებული ვარ, პირველები თქვენ იქნებოდით, ვინც გამოხვიდოდით და აქციებს მოაწყობდით, რომ აი, გაუბედურებულ ხალხს, გაჭირებულ ხალხს ხელს უშლით. აი ეს არის პრობლემა. ნახეთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც სპეკულირებთ პოლიტიკურად, ყველაფერს ვცდილობთ ჩემს წინააღმდეგ, არა ნორმალური ცივილიზებული ხერხებით დამამარცხოთ, არამედ ყველანაირი სიბინძურით. ყველაფერი იკადრეთ და კადრულობთ ბოლო წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს პოლიტიკური სპეკულაციები თქვენ არ გაინტერესებთ არც ადამიანების ბედი, არ გაინტერესებთ თუნდაც ერთი სიუჟეტი თუ გაგიკეთებიათ დღემდე, რა პროგრამებს ახორციელებს მერია, თუნდაც ჩანაცვლების მიმართულებით და ავარიული სახლების მიმართულებით რა გამოწვევები. არ გაგიკეთებიათ, იმიტომ რომ არ გაინტერესებთ, ეს არ არის თქვენი სფერო და თქვენი მიმართულება. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც მოხდება უბედურება, როდესაც მოხდება ტრაგედია და ასეთი მძიმე შემთხვევები, მაშინ გამოდიხართ, მხოლოდ იმიტომ რომ გინდათ პოლიტიკურად ჩემს მიმართ მე დამაზიანოთ, მერიისკენ გაიშვიროთ ხელი, მე ყველაფერი უნდა შევაფასოთ, ყველაფერს უნდა დავარქვათ შესაბამისი სახელი.
დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს მე ხალხს რაღაცას ვაბრალებდი. არასდროს ცხოვრებაში არ მიკადრებია ვინმესთვის რამე დამებრალებინოს ან გადამებრალებინოს. პირიქით მე ვსაუბრობ კონკრეტულ არსებულ სიტუაციაზე, რა გამოწვევებიც არსებობს ამ მიმართულებით, ხო? და ამაზე არ გინდათ მოისმინოთ, არ გინდათ გაიაზროთ. ეს პრობლემა, მარტო ჩემი პრობლემა ხო არ არის, რაც ქალაქში ხდება. ხო, ამ ქალაქში ცხოვრობთ ყველა. იგივე, რაზეც საუბრობ, ხო, ამდენი ავარიული შენობა ნაგებობა. ეს დღეს და გუშინ ხო არ გამხდარა ავარიული. თბილისი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ავარიული ქალაქია, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საცხოვრებელი კორპუსებით და ის რომ მუდმივად სიცრუეზე ხართ ორიენტირებული, ხო? აი მაგალითისთვის ეხა არ მახსოვს რომელიღაცა ტელეკომპანიამ გამოიყვანეთ ადამიანი, მე წინა დღეებში ვსაუბრობდი, რომ შეხვედრები ქონდა ამ მოსახლეობასთან იყო კონკრეტული შეთავაზებები. გამოგყავთ ადამიანი და ასაუბრებთ ტყუილს. ეხა არ მახსოვს რომელი ტელევიზია იყო, სადაც საუბრობდა, რომ არა, ჩემთან არავინ არ მოსულაო, არ შეთავაზება არ ყოფილაო და ზუსტად ნახევარ საათში დაიდო კონკრეტული ფოტოსურათები, ხელმოწერილი საბუთები იმ კონკრეტული ადამიანის. სუდია ეს ყველაფერი მერწმუნეთ და უნდა კონდეს სხვა დამოკიდებული. საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული. რა თქმა უნდა, თბილისი არის სიცოცხლით სავსე ქალაქი და მუდამ იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი. ეს არის ჩემი